და დღის სხვა თემების შესახებ რამდენად რთულია საქართველოში მოქალაქე მიიღოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და ტარების უფლება. ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა ამ თემით, როგორც გაირკვა, სამედიცინო შემოწმება პირს მხოლოდ იარაღის შეძენის ნებართვის მიღების პროცესში უტარდება. მას შემდეგ კი მოქალაქის ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის კონტროლი არავის ევალება. თუკი საქართველოს რომელიმე მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას და ტარების უფლების მოპოვებას გადაწყვეტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადების პარალელურად ასევე აუცილებელია პირადობის მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა. ნებართვის მიღების შემდეგ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ მოწმდება. აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ეტაპობრივად იცვლება, რაც ხშირ შემთხვევაში რისკებს ზრდის. დაინტერესებული მხარე, რომელიც მოიპოვებს იარაღის შენახვის ნებართვას, ეს ნებართვა ხშირ შემთხვევაში არის დროში მოქმედი, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოები არ ახდენენ შემდგომ ამ ნებართვის, ესე ვთქვათ, გადამოწმებას და იმ წესების უზრუნველყოფას ახდენს თუ არა დაინტერესებული მხარე, მისი შემოწმება არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს იწვევს რისკ ფაქტორებს, რადგან ადამიანის ფსიქოლოგიური მომენტების ცვლილება, ან თუნდაც იარაღის შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი გახდეს, რაც ხშირ შემთხვევაში გამხდარა კიდეც საზოგადოებისათვის ამა თუ იმ ზიანის მომტანი. ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას ფორმა 100 საქართველოში ყველა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულება გასცემს, რომლის ღირებულება 30 ლარს შეადგენს. ბათუმის პირველი პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე მანანა ზოიძე აცხადებს, რომ იარაღის ტარების უფლების მისაღებად ხშირ შემთხვევაში პროფესიული საჭიროების გამო მიმართავენ. მისივე თქმით, პირი აღნიშნული ცნობის მიღებამდე 7 სპეციალისტის შემოწმებას გადის. 7 სპეციალისტი, ეთიმი სპეციალისტი, რომელთაც თავისი სერტიფიკატები აქვს ამა თუ იმ პროფესიით, კერძოდ თერაპევტი, ხირურგი, ნევროპათოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ოკულისტი, ნევროლოგი და ფსიქიატრი. ეს სავალდებულო და ნარკოლოგი. 7 სპეციალისტი აუცილებლად უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ამ პლატფორმას ის ძალა არ ექნება, ეს აუცილებელია სახელმწიფო სტანდარტით, ბრძანებით რეგულირდება. ფსიქოლოგების აზრით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების სურვილი ადამიანებს ხშირად არასრულფასოვნების შეგრძნების გამო უჩნდებათ. ფსიქოლოგ გურამ ჩაგანავას განმარტებით, იარაღის ტარების საფუძველი საკუთარი თავის გაძლიერების სურვილიცაა. საერთოდ იარაღი ეს რა თქმა უნდა არის დამატება ჩვენი ფიზიკური და ჩვენი პიროვნებისათვის. დამატებითი ფაქტორი არის და ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვიძენთ იარაღს, ანუ როდესაც ასეთი სურვილი გვიჩნდება, მე მგონი ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი. სამწუხაროდ, როდესაც ეს იარაღის ტარება მასობრივ ხასიათს ღებულობს, ის უვარდება უპასუხისმგებლო ხალხს, ღირსების არ მქონე ხალხს და ზუსტად ღირსების მქონე ხალხს ხოცავენ ისინი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2006 წლის 26-ზე დადგენილებით ცეცხლსასროლი იარაღის ტარების მინიჭების უფლებისათვის ცნობას სამედიცინო დაწესებულებები გასცემენ.